მოგესალმებით FM 105-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, რომელსაც შეგიძლიათ ასევე თვალყური ადევნოთ რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideo.gr, იმედი.gr და მაგთის IPTV 53 არხზე. დღეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო რეკომენდაციებს მოვისმენ და ჩემი აზრით ცოტა სეზონურსაც, იმიტომ რომ ვისაუბრებთ იმ საკვებზე, იმ გემრიელობებზე, რომლიდანაც ჩვენ შეიძლება დავინფიცირდეთ პარაზიტებით, ამაზე შეიძლება ხშირად ავფიქრობთ ხოლმე, მაგრამ ბევრი პროდუქტია ისეთი, რომელიც ხდება შემდგომში პარაზიტების მიზეზი და პარაზიტები კიდევ დამატებით დიდი ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა ზიანის მომტანია, როგორ უნდა მივხვდეთ და ამოვიცნოთ, რა სიმპტომებით გამოირჩევა პარაზიტები, ასევე რომელი პროდუქტები გამოირჩევა ყველაზე უფრო მეტად ამ კუთხით, ამ რისკების თვალსაზრისით და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ და კიდევ ძალიან ბევრ შეკითხვაზე დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი ირმა კოკაია, პარაზიტოლოგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი გვიპასუხებს. მოგესალმებით, კალბატონმა, მადლობა სტუმრობისთვის. რამდენად ხშირია საქართველოში, შეიძლება ზუსტი რიცხვი არ ვიცოდეთ, მაგრამ დაახლოებით რამდენად ხშირია საკვები პროდუქტებიდან პარაზიტებით დაინფიცირების შემთხვევები? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ეხლა პარაზიტული დაავადებების დაინფიცირების ზუსტად და გავრცელებული ყველაზე ხშირი გზა არის საკვები პროდუქტები, სხვადასხვა ტიპის. მეორე შედარებით გავრცელებული გზა არის მწერებით დაკმენის შედეგად განვითარებული დაავადებები, თუმცა პროცენტულად გაცილებით მეტია საკვებისმიერი პარაზიტული დაავადებები და ამ საკვებში მოიაზრება თითქმის ყველანაირი საკვები, ეს არის თევზი, ეს არის ხორცი და ხორცის პროდუქტები, ეს არის ძალიან ხშირად მწვანილი, ბოსტეული და ასე შემდეგ. ეხლა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები პარაზიტული დაავადებების შესახებ არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის, იმიტომ რომ არსებობს და პაციენტების გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც ძალიან მსუბუქი ინფექცია აქვს, ან თვითლიმიტირებადი ინფექცია აქვს, ან რაღაცა ძალიან უსიმპტომოდ გადააქვთ ეს პრობლემები და ძირითადად აღრიცხული არიან შედარებით მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები, ამიტომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ზოგადად პარაზიტული და ბევრი სხვა ინფექციური დაავადებების შესახებ არ აქვს ქვეყნების ძალიან დიდ უმეტესობას. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირია შემთხვევები, აი ჩვენი თუ ავიღებთ პროცენტულად თუ შევადარებთ მოსახლეობას, ბევრ ადამიანს აქვს თუ არც თუ ისე ხშირია და რეგიონებად თუ შეგვიძლია დავყოთ, ესეც საინტერესოა. საქართველოს გულისხმობთ, ხო? გააჩნია რომელ ინფექციაზე გულისხმობთ. ინფექციებს აქვს გარკვეული სეზონურობაც, ამიტომ შეიძლება გარკვეულ სეზონში გარკვეული ინფექციები უფრო ხშირად ვლინდებოდეს და დაუშვათ უფრო ცივ სეზონში შედარებით ნაკლებად ვლინდებოდეს, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად პარაზიტების ბიოლოგიაზეც არის დამოკიდებული და მეორე დამოკიდებული აი მოხმარებადი საკვები პროდუქტების ტიპებზე. ამიტომ აი ზაფხულის პერიოდში ძალიან ხშირი არის აი ეგეთი ბოსტნეული მწვანილისმიერი ინფექციები, იმიტომ რომ ზოგადად მოხმარება მეტია ამ პროდუქტების. აი ზამთრის პერიოდში მაგალითად უფრო ხშირი არის ხორის ხორცთან ასოცირებული ინფექციები, იმიტომ რომ აი საშობაო პერიოდში უფრო დიდი ინტენსივობით ხდება ხორის ხორცის მოხმარება. ამიტომ გარკვეულ წილად ეს სეზონურობასთან არის დაკავშირებული და გეოგრაფიული, აი თქვენი კითხვაც ძალიან ისე სწორია, აი გეოგრაფიული გავრცელებაც არ აქვს ერთი და იგივე. მაგალითად აი იმერეთის რეგიონში აი ფასციოლოზი ესეთი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი პარაზიტული დაავადება არის, რომელიც სხვა რეგიონში შედარებით ნაკლებად გვხვდება. ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ გვხვდება, თუმცა შემთხვევების 80% იმერეთის რეგიონიდან მოდის. ანუ იმრებლებს უყვართ მწვანილი და ფასციოლოს ძირითადი წყარო მწვანილია. და გარდა ამისა, მწვანილის მოყვანის კულტურა, იქ ძალიან ბევრი სათბურება, დიდი რაოდენობით მწვანილი მოდის იმერეთში, რომელიც მე შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით ნაწილდებოდეს. თუმცა აქ არ არის პრობლემა მარტო საკვები, ანუ ძირითადად ორ პრობლემას ვეჩეხებით. ერთი არის, როცა საკვები არის კონტამინირებული ამ სხვადასხვა ტიპის პარაზიტების და პარაზიტის კვერცხები და მეორე რომ ტექნოლოგიური პროცესი ირღვევა ამ საკვების მომზადების. იმიტომ რომ თუ საკვები პარაზიტების გადაცემაში საკვანძო როლს თამაშობს, თუმცა ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ეს უნდა იყოს მაგალითად თერმულად ცუდად დამუშავებული. აი ეს უნდა მეკითხა და ამას აუცილებლად გადავალთ საკმარისად დამუშავებული ცუდად გარეცხელი. ამიტომ გარკვეულწილად ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურად როგორ სწორად არის პროდუქტი დამუშავებული.
ისიც რა მაინტერესებს, პარაზიტები, როდესაც ისმის ადამიანს, ყოველთვის რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხოვრობენ, აი ჭიებს ეძახიან ხოლმე და მე მინახავს პარაზიტები, მაგალითად თავშიც ბინადრობენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ორგანოში. რა ტიპის პარაზიტები არსებობს, რომელიც შეიძლება რომ საკვებიდან მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში და არა დაუშვათ მაგალითად წერის ნაკბენისგან და ასე შემდეგ. ნახეთ, პარაზიტები ზოგადად იყოფა, ანუ სამი ტიპია პარაზიტების, ეს არის ეგრეთ წოდებული ჰელმინთებიანი ჭიები, რაც თქვენ ახსენეთ, გარდა ამისა მეორე ჯგუფი არის საკმაოდ დიდი, რომელსაც პროტოზოები ქვია, ელამბლია მაგალითად, ამება და ასე შემდეგ, მალარია, ასე შემდეგ, ესენი ყველა მიეკუთვნება უმარტივესებს, ანუ პროტოზოებს და კიდე გვაქვს პარაზიტების ერთი ჯგუფი, რომელსაც გარეგან პარაზიტებს ეძახიან, ექტოპარაზიტები, აი როგორც მაგალითად ტკიპები, ტილები და ასე შემდეგ, სხვა შორის ისინიც პარაზიტებს მიეკუთვნებიან. ეხლა ნახეთ, პარაზიტები ადამიანის ორგანოში ლოკალიზდებიან ნებისმიერ სისტემაში და ნებისმიერ ორგანოში. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს დაწყებული თავის ტვინიდან თვალი, კანი, ნაწლავები, ყველგან შეიძლება მოგეთოთ გულის ექინოკოკოზის შემთხვევები აღწერილია საქართველოში. მათ შორის ტრიქნელას შეუძლება გულის კუნჩი აღმოჩნდეს, ასე რომ რაღაცა გარკვეული ბარიერი მათთვის ადამიანის ორგანიზმში არ არის, ნებისმიერ ორგანოში და სისტემაში შეიძლება იყვნენ ლოკალიზებული, მათ შორის თვალშიც, მაგალითად, ტვინშიც. ორივე მათგანი, როგორც ჰელმინთი, ანუ ეგრეთ წოდებული ჭია, ასევე უმარტივესი პროტოზოა შეიძლება ნებისმიერ ორგანოში ლოკალიზდეს და სხვადასხვა ტიპის დაავადება გამოიწვევს, მათ შორის აი ლეტალური შედეგიც დადგეს ამა თუ იმ პარაზიტული დაავადებისგან. თუმცა ზოგადად ითვლება, რომ ნაწლავური პარაზიტების შედარებით ნაკლები სიმძიმის დაავადებას იწვევენ, ვიდრე დაუშვათ ნაწლავგარეთა სისტემური პარაზიტები. და რა ზიანის მოტანა შეუძლიათ? აი როგორი არის სიმპტომურად თუ არის გამოხატული, მაგალითად, აი თუ შეგვიძლია რომ ჩვენით მივხვდეთ, როდის ხვდება ადამიანი არის თუ არა დაინფიცირებული? იცით რა, ეს ძალიან ესეთი კითხვა, რომელიც ძალიან ესეთი პასუხის გაცემა შეიძლება, იმიტომ რომ პარაზიტი ხო არ არის ერთი, აი ძალიან ბევრი ადამიანისთვის პარაზიტი არსებობს და შესაბამისად ყველა მათგანს აქვს მათთვის გამოხატული კლინიკური სურათი და ეს ერთადად დაკავშირებული არის პარაზიტის სახეობაზე და მის ლოკალიზაციაზე ადამიანის ორგანოში. ხა, როდესაც არის ნაწლავური პარაზიტები, ანუ როდესაც პარაზიტი ცხოვრობს ნაწლავში, ძირითადად აი ბავშვთა ასახში არის ხშირად ძალიან ესეთი ტიპის პარაზიტები, ძირითადად აი კლინიკური ნიშანი, რომელიც ძალიან ხშირად გამოხატული აქვს, ეს არის ტკივილი, მაგალითად მუცლის ტკივილი ბავშვებს. თანდართული არის ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს დიარეა, ანუ იგივე ფაღარათი. შეიძლება იყოს გამოხატული სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზში ძალიან ხშირად არის ხოლმე სისხლის ფორმიანი ერთ-ერთი ელემენტი ეოზინოფილი, რომელიც ძალიან ხშირად იმატებს პარაზიტული დაავადების დროს, თუმცა შესაძლებელია, რომ წლების განმავლობაში საერთოდ სიმპტომოთ მიდიოდეს, შეიძლება რომ ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობენ. აი მაგალითად ექინოკოკოზის შემთხვევაში, სანამ ეს ექინოკოკოზის ცისტა, ანუ არ მიაწევს რაღაც ძალიან დიდ ზომას, კლინიკურ სიმპტომატიკას არ იძლევა და ძალიან ხშირად ადამიანები აღმოაჩენენ, მაგალითად, როცა იკეთებენ სრულ, მაგალითად, ძალიან გეგმიურ ეკოლოგიურ შემოწმებას, აი უბრალოდ გეგმიურად მიდიან და ხო, ეგრეთ წოდებულ ეხოსკოპიას და აღმოჩნდებათ, რომ აქვთ კისტოცისტები ღვიძლში და შემდეგ უკვე როცა ხდება ლაბორატორიული ტესტირება, აღმოაჩენთ, რომ არის ექინოკოკური ცისტა, მაგალითად. აქედან გამომდინარე, პარაზიტული დაავადებების კლინიკური სურათი ძალიან დიდად გამოკიდებული არის როგორც პარაზიტის სახეობაზე, ასევე იმ პარაზიტების რაოდენობაზე, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შეიძლება მოხდეს და იმ ორგანოზე, სადაც ისინი ლოკალიზდებიან. ამიტომ ასეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა აქ თითქმის შეუძლებელია. ცოტა დაუჯერებელია, როცა თქვენთან ვიყავი, მიმყოფებოდი კლინიკაში და იქ ვიზუალურად ნახე ფასციოლა. ეს არის საკმაოდ დიდი ზომის ბრტყელი პარაზიტი, დაახლოებით 2 სანტიმეტრის და ასეთიო შეიძლება ღვიძლში ბევრი ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს. ანუ მე მსმენელს მინდა კარგად გავაგებინო, რომ საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შესაძლოა რომ აი ასეთი პარაზიტების წყარო გახდეს. კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ პროდუქტები, ეს არის მწვანე ლეული. ეს არის მწვანილი, ბოსტეული, რა თქმა უნდა, გარეცხილი ან გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი. ეს არის ხორცი და ხორცის პროდუქტები. ეს არის თევზი,
და გარკვეულწილად შეიძლება იყოს, ხორცის სხვადასხვა სახეობა, მაგალითად საქონლის ხორცი შეიძლება გარკვეულწილად იყოს ჩვენთვის დაავადების წყარო. თევზში ხშირად ფოტოებს დებენ ხოლმე, ხშირად მინახავს, რომ ეს თევზში აღმოჩნდა. და რა არის პრევენცია? 100 გრადუს ტემპერატურაზე რამდენი ხანი უნდა იყოს? თუ არის ესეთი პრევენცია, მაგრამ თერმულად დამუშავების შემთხვევაში. რომელი პროდუქტის თევზის? რასაც თერმულად ვამუშავებთ ნებისმიერის. ეს უკვე გააჩნია, რომ რა პარაზიტს ეხება და გარდა ამისა კიდე დამოკიდებული ამაზე, მაგალითად, ხორცის შემთხვევაში ხორცის რამხელა ნაჭერი. ახლა ჩვენ თუ ვიღებთ მაგალითად 1 კილოგრამიან ხორცის ნაჭერს და ვხარშავთ, მას დასჭირდება გაცილებით დიდი დრო, რომ სიღრმეში უნდა შევიდეს მაღალი ტემპერატურა. ვიდრე მაგალითად 100 გრამიან ხორცის ნაჭერს. ანუ ის თუ მაგალითად 40 წუთი მინიმალური არის დუღილის ან მომზადების პროცესი, ამ შემთხვევაში არის შედარებით ნაკლები. ზოგადად დუღილის პროცესი არის ყველაზე კარგი ინაქტივირების საშუალება, თუმცა დუღილის პროცესი ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ხო? მაგალითად ახლა მწვანილს ასე დუღილით ვერ დავამუშავებთ, ხო? ცოცხალი გჭირდება, ანუ ახალი მწვანილი გჭირდება, იმიტომ ვღებულობთ ამ პროდუქტს, რომ ის ჩვენთვის სასარგებლოა მთელი რიგი მინერალების და ვიტამინების გამო და ის თუ ასე თერმულად ვამუშავეთ და ავადუღეთ, რეალურად ანუ სარგებელი ხალს ვერ ექნება. ამიტომ იქ უკვე გარეცხვა უნდა სწორი. დანარჩენი ანუ ხორცი და ხორცის პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს და უნდა იყოს შემოწმებული. ანუ ნახეთ, ისეთ ადგილებში, სადაც არ არის შემოწმებული ხორცი და ხორცის პროდუქტი, უნდა მოვერიდოთ ყიდვას. რეალურად ახლა საქართველოს კანონმდებლობით ის ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება ოფიციალურ მაღაზიებში, უნდა იყოს ვეტერინარული შემოწმებას უნდა გადიოდეს. და შესაბამისად არ უნდა ხვდებოდეს დახლს ესეთი პროდუქტი. თუმცა ახლა ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის, რომ თვითონ მოსახლეობას გამოაქვს ხოლმე და მეც მინახავს, რომ სახლის წინ საშობაოდ რაღაცა ხორცის ნაჭრები აქვს გამოტანილი და ყიდიან ხოლმე. ეს რა თქმა უნდა არ არის შემოწმებული და შესაძლებელია ასეთი ხორცი დაინფიცირება. მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე ცოტა სტეიკებს მივირთმევთ ხოლმე, რომელიც არ არის, ხო, უმათ ან ნახევრად უმი, ესეც არ არის, ან დავუშვათ ცურიანი მწვადების კულტურაც არის საქართველოში, კახეთში მოიხვანე, რომელიც თუ არ არის ხორცი შემოწმებული, ვეტერინარის ჯობს რომ არ მივიღოთ, ასეთი სახით არ გამოვიყენოთ ეს ცურიანი მწვადები, ანუ დავუშვათ. ანუ მაგალითად იგივე ზედაძის პროდუქტები თუ მინიმუმ პასტერიზირებული არ არის პროდუქტი, ზედაძის პროდუქტი, ხო, პასტერიზაცია ნიშნავს, რომ მინიმუმ 70 გრადუსზე უნდა დამუშავდეს, არ არის სავალდებულო დავუშვათ 100 გრადუსი, მაგრამ 70-ზე მეტი უნდა იყოს, ხო? ჯობია რომ ეს პროდუქტი არ გამოვიყენოთ, ანუ ჯერ კიდევ არის პრაქტიკა, რომ მაგალითად უმირძე ჩვენთან ხარ, თუმცა ქარხნულის შემთხვევაში ეს რისკი ალბათ არ არსებობს. ქარხნულის შემთხვევაში ეს რისკი არ არსებობს, იმიტომ რომ ქარხნული ყველა პროდუქტი არის პასტერიზირებული და ეს რძე არის შემოწმებული. თუმცა ჩვენთან ჯერ კიდევ ხშირად არის, რომ ჩვენ სოფლის პროდუქტებს მოვიხმართ, რომელიც არ არის ქარხნული, ხო? ანუ სოფლის ყველი, ჭყინტი ყველი, ახალი ყველი, ეს არის ინფიცირების წყარო, ამ შემთხვევაში პარაზიტის ნაკლებად, მაგრამ ბრუცელოზი ძალიან ხშირად ის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ბევრია ბოლო პერიოდში საქართველოში მომრავლებულია შემთხვევები და რომელიც უშუალოდ რძედაძის პროდუქტებით ინფიცირდებიან ძირითადად ადამიანები. აქედან გამომდინარე გააჩნია რა პროდუქტზე ვსაუბრობთ. მწვანილი ახსენეთ და ხშირად მწვანილს ალბომენ ხოლმე მარილიან წყალში და სოდიან წყალშიც და ეს შეიძლება იყოს პრევენცია თუ კი, კონცენტრირებული მარილწყალი განსაკუთრებით კლავს პარაზიტული ჭიის კვერცხებს, როგორც წესი არ არიან ცოცხალი პარაზიტებით ინფიცირებული, ეს არიან ჭიის კვერცხებით ინფიცირებული, როგორც წესი და კლავს. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა მწვანილიდან ის სასარგებლო ნივთიერებები ამ კონცენტრირებულ მარილსაც გამოაქვს და ცოტა ის სასარგებლო თვისებები ამით მწვანილის მცირდება. თუ არ გვინდა რომ მარილწყალში გავაჩეროთ, ეს შეიძლება ჩვეულებრივადაც გავაჩეროთ გარკვეული დროის განმავლობაში ჩვეულებრივ წყალში და მერე გამდინარე წყლით სათითაოდ გავრეცხოთ. ეს პარაზიტები რა ფორმით ხდება? ანუ გავიგეთ რომ ჩამონათვალი პროდუქტების, მაგრამ კვერცხი არის თუ თვითონ პარაზიტიც შეიძლება იყოს თუ ორივე?
მწვანელი შემთხვევაში ერთადერთი არის პარაზიტის კვერცხები დაინფიცირებული რომელიც მწვანელი. ვიზუალურად ალბათ არა, შეუმჩნეველია. ეს მიკროსკოპულია. ჩვენ აი მიკროსკოპის გარეშე ამ კვერცხების ვიზუალიზაციას ვერ მოვახდენთ. ხორცი და ხორცის პროდუქტებში როგორც წესი არის ხოლმე ამ პარაზიტის ლარვები, ეგრეთ წოდებული ახალგაზრდა ფორმები და ეს სხვა შორის ძალიან კარგი კითხვა, ანუ ვიზუალურად არც მწვანელს, არც ხორცის პროდუქტს, არც ის პროდუქტს ეს არ ეტყობა. ანუ პარაზიტისგან და ბევრი რიგი სხვა ბაქტერიისგანაც აი ამ პროდუქტების ორგანოლეპტიკური თვისებები არ იცვლება. ანუ არ იცვლებათ სუნი, არ იცვლებათ ფერი, არ იცვლებათ გემო. ანუ ასე ვიზუალურად ვერაფრით ვერ შევაფასებთ, რამდენად კონტამინირებულია ეს პროდუქტი. ანუ ამას უნდა ლაბორატორიული შემოწმება. ამიტომ ამისგან სწორედ დაცული რო იყოთ, ჯობს რომ ჩვენ თვითონ ტექნოლოგიურად უზრუნველყოთ მისი სწორი გამოყენება და დამუშავება. ახლა არის იწყება უფრო სწორედ ალუბლის და ახალი ხილის ბლის სეზონი და ხშირად გვინახავს პატარა თეთრი მატლები შიგნით შეგუმშება. ეს შეიძლება ჩაითვალოს პარაზიტებად და იგივე მაგალითად შემიძლია კითხოთ ჩილის მატლებთან დაკავშირებით ხშირად არის ხოლმე შეიძლება ვიზუალურად ვერ შეამჩნიოს ადამიანმა და იგივე ბრინჯი ან სხვა ბურღულეული იყოს ამით დაბინძურებული და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა თერმული დამუშავება, განსაკუთრებით ხილს ხომ ჩვენ არ ვამუშავებთ თერმულად. აი თუ ის მატლი გადაუყვებით, ეს შეიძლება იყოს პარაზიტების წყარო, შემდეგ გამრავლების და სხვა. არა, ვენერთ ვერ იქნება, ის არ ადამიანის ორგანიზმში მრავლდება მხოლოდ ადამიანის პარაზიტი. სხვა ტიპის აი ესეთი რაღაცა ხილის მატლები ადამიანის ორგანიზმში ვერანაირად ვერ გამრავლდება და უმეტეს შემთხვევაში ის კუჭის წვენით ნეიტრალიზდება და არანაირი პრობლემა პაციენტისთვის არ არის და ჩვეულებრივი ბუნებრივი გზით გამოიყოფა რეალურად ამ ტიპის მატლებს, ხილის მატლებს და ასე შემდეგ არ შეუძლიათ ადამიანში დაავადების გამოწვევა თუ რაღაცა ის არ არის რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობით და ამ შემთხვევაშიც არა დაავადების გამოწვევა, შეიძლება რაღაც დიარეა გამოიწვიოს და არა თვითონ დაავადება, ხო? ერთადერთი გამონაკლისი არის ბუზები, რომელსაც შეუძლია აი მიაზის გამოწვევა, აი ბუზის კვერცხებს შეუძლია, თუმცა ეს არ არის ხილის მატლების კიდე ცოტა სხვა თემა. ანუ ბუზის მატლებს შეუძლიათ ეგრეთ წოდებული მიაზია, რომელშიც შეუძლიათ აი ამ დაავადების გამოწვევა ადამიანში. საკვები პროდუქტები გასაგებია, ძალიან საინტერესოა წყალი. ნუ ის წყალი რაც ონკანში მოედინება, ვიცით რომ შემოწმებულია და დამუშავებულია ასე შემდეგ, მაგრამ აი ბავშვობიდან უკვე ისმის რომ სოფელში წყაროს წყალი თითქოს არის მიდგომა ასეთი, რომ ეს არის ძალიან კარგი მთის სუფთა წყალი და სინამდვილეში ეს ასეა თუ ასე ველურად წყალი, რომელიც ველურად მოედინება, შეიძლება თუ არა გახდეს პარაზიტების წყარო. კი, წყალი შეიძლება ჩვეულებრივ ინფექციის წყარო გახდეს. მათ შორის ბაქტერიულიც, თუმცა ხა თუ პარაზიტებზე საუბრობთ, ძირითადად ორი ტიპის პარაზიტი გადააქვს ამ წყლებს, ეს არის ამებიაზი და ლამბლიოზი. ორივე წყლისმიერი დაავადება, პარაზიტული დაავადება და სხვადასხვა შორის ის ონკანი წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ზუსტად ამ ორ პარაზიტზე მოწმდება, ანუ ცენტრალიზირებული წყალმომაგარების შემთხვევაში. ნუ რაც შეეხება ბუნებაში, წყალს არავერ ჩვენ ამისგან დაცული, თუმცა როგორი არის ის აქაც ამ ორი დაავადების გამავრცელებელიც ადამიანები არიან და შესაბამისად ადამიანის ფეკალური მასით უნდა იყოს რეალურად ის წყალი. ცხოველის არა, მაგრამ თუ საქონელი დადის, ცხოველის ნაკლებად. თუმცა აი ლამბლიოზის შემთხვევაში მაინც განიხილავენ, რომ შეიძლება ცხოველიც იყოს დაავადების გამომწვევი. თუმცა ეს შეიძლება მოხდეს და ამიტომ უსაფრთხო არ არის. გარდა ამისა, იცით როგორ არის წყალი ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება არა მარტო ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით, არამედ მისი ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობითაც. ამიტომ ის წყალი, რომელიც ჩვენ დაუშვათ ბუნებაში გვაქვს, რეალურად უნდა იყოს არა მარტო ბაქტერიოლოგიურად სუფთა, არამედ შესაბამისი ფიზიკო-ქიმიური თვისებებიც უნდა იყოს ისე, რომ ის იყოს ადამიანისთვის სასმელად გამოსაყენებლად ვარგისი. და შესაბამისად არც ამ თვალსაზრისით არ არის აი ეს ბუნებაში ეს წყაროს წყალი შეიძლება რომ იყოს ამ თვალსაზრისით უარგისი. კი, შეიძლება მისი მინერალური შემადგენლობა არ იყოს ადამიანისთვის მისაღები, ხო? აი ამას გულისხმობ და აქედან გამომდინარე არ იყოს, ამიტომ რეალურად ძალიან შეიძლება ჭაბურღილებს და რაღაცებს აკეთებენ იქ, სადაც წყლის პრობლემა, ის წყალი მიაღვთ ლაბორატორიაში და არა მარტო ბაქტერიოლოგიურად, არამედ ფიზიკო-ქიმიურადაც ამოწმებენ, რამდენად აი მასში არის დაუშვათ ის ქლორის და ასე შემდეგ მინერალები ჩვენთვის დასაშვები. აქ ორი ტიპის პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას. კი ბატონო, შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ანუ დაინფიცირება შეიძლება სხვადასხვა პარაზიტებით დაინფიცირება შეიძლება სხვადასხვა პროდუქტით, განსაკუთრებით ეს არის მწვალირეული ხორცი,
ღორის ხორცი, საქონლის ხორციც, ქათამის ხორციც. ქათამი შედარებით ნაკლებად. შედარებით თითქმის ნაკლებად და პარაზიტი. თევზიც ალბათ თევზიც კი. ძალიან ხშირად. ამიტომ რეკომენდაციები ესე იგი კარგად უნდა გავრეცხოთ, განსაკუთრებით მწვანე ლეული. თუ გავაჩერებთ მარილიან წყალში, ეს ოდნავ უფრო მეტად ზრდის დაცვის მექანიზმს და აუცილებლად თუ ეს ხორცს პროდუქტებს ეხება და რძის პროდუქტებს თერმულად დამუშავებული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულგუნი უფრო უსაფრთხოა ვიდრე იმერული ყველი, იმიტომ რომ სულგუნი ხო რაღაცა სულგუნი ბევრად უსაფრთხოა, იმიტომ რომ სულგუნი რეალურად არის მოხარშული ყველი. ანუ იმერულ ყველს მაღალ ტემპერატურაზე ხარშავენ და ასე მიღებული პროდუქტია, ამიტომ ითვლება, რომ ეს საკმაოდ უსაფრთხო პროდუქტია, ამიტომ რომ იმ დუღილს იმ თერმულ დამუშავებას ვერ უძლებს ეს იგივე ბრუცელები და შესაბამისად ეს ყველი არის ბევრად უსაფრთხო, ისე როგორც ქარხნული ნებისმიერი სხვა ყველი. ანუ მაინც ალბათ რის ჯგუფები ვინც არიან ბავშვები, უმეტესად და ორსულები ალბათ, უმჯობესია რომ ან სულგუნი მიირთვან, ან ქარხანაში წარმოებული ყველი უფრო მეტად უსაფრთხო ვიდრე სოფელში. ან იგივე იმერული ყველი უბრალოდ შემოწმებული. ანუ ის რაც მაღაზიაში ხო იყიდება ჩვეულებრივ მარკეტებში ეს ყველი უბრალოდ ის წესით არის შემოწმებული და შესაძლებელია დაუშვათ ესეც იყიდონ. უბრალოდ აი აქ საუბარია დაუშვათ აი ესეთი ქუჩებში გაურკვევლად ნაყიდ პროდუქტზე. ან სოფელშიც ახლა რაიონში მაგალითად ძირითადად ბაზარში იყიდლობენ, ბაზარში სხვა მეწარმე არა უფრო გლეხი აბარებს მას და ასე ყიდიან და უმჯობესია რომ მაინც რისკ ჯგუფებმა მაინც ანუ ბავშვებმა და როგორ არის ხა წესი თუ ბაზარია და ოფიციალური იქაც უნდა მოწმდებოდეს, იმიტომ რომ იმათ მე რამდენადაც ვიყავთ შესაფერისი სტაფი ამისთვის და მათ უნდა ამოწმდეს. აქ უფრო საუბარია აი ქუჩებში დგანა ხოლმე ყიდულობ ან უბანში ჩამოაქვთ ხოლმე ან თვითონ მოსახლეობა რომ მიდის სოფელში ყიდულობს ხოლმე ამ მოსახლეობიდან უფრო ამაზეა საუბარი, თორე მარკეტი ხა რა ტიპისაც არ უნდა იყოს წესით შემოწმებულ პროდუქტს უნდა ყიდიდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რეკომენდაციებისთვის. ვფიქრობ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ პარაზიტებით დაინფიცირება არ არის კარგი და არც ადვილი სამკურნალოა, ხო, ალბათ, დიდად მარტივი. კი, აი ეს იცით როგორ არის, აი როგორც თავში დავიწყეთ, არის აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები, თუმცა არის პაციენტები, რომლითვისაც უკვე გართულებულია და გარკვეულწილად აი ლეტალურადაც შეიძლება დასრულდეს, თუ დროზე არ დაუწყეთ მკურნალობა, ძალიან დაგვიანებული შემთხვევები. ამიტომ რა თქმა უნდა პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკვებისმიერი პროდუქტებით გადაცემა დაავადებებში, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა გარკვეული სიმპტომის ამ ჩივილის შემთხვევაში მიმართონ დროულად ექიმს და ან რაღაცა გეგმიურად, მაგალითად იგივე მუცლის ეხოსკოპიის გაკეთება, რა ვიცი, წელიწადში ერთხელ ძალიან მარტივად შეიძლება. იგივე სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება, ხო? ამით აი ძალიან ბევრი რაღაცის მიმართულების აღება შეიძლება. არც ერთი დაუშვათ პირდაპირ არ მიგვითითებს რომ გარკვეული პარაზიტული დაავადება, თუმცა მაგალითად რაღაც აქცენტების აღება რა მიმართულებით წავიდეთ, ეს შეიძლება. ამიტომ გამომდინარე იქიდან რომ გარკვეული პერიოდი ის დაავადებები შესაძლებელია უსიმპტომო დარჩეს, ოღონდ გარკვეული დაავადებები საერთოდ მალევე მჟღავდება, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში ეს გეგმიური პრევენციული შემოწმებები და დროული ვიზიტი ექიმთან ესე ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდესი მადლობა, მე ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ დღევანდელ გემრიელ რეკომენდაციებს სტუმრობდა ექიმი პარაზიტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირმა კოკაია. დიდი მადლობა, მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.